რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ეკა გიგაურის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი აცხადებს, რომ სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას და ის რაც ახლა საქალაქო სასამართლოში ხდება არის დიდი სპექტაკლი და ამ სპექტაკლის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც BBC-ს მისცეს ინტერვიუები. ეკა გიგაური აცხადებს, რომ მას ის ინფორმაცია რა ინფორმაციაც მიწადებული ქონდა BBC-სთან, ამაზე საუბრობს მუდმივად ღიად. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული და ის ნაბიჯები, რომელსაც ივანიშვილის გუნდით გავს, არის რუსული. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ აქვს აკრძალულ ქიმიური იარაღთან დაკავშირებით. რა ინფორმაციის მატარებელიც არის ის ამ ინფორმაციას თავად მიაწვდის სწორედ საგამოძიებო უწყებას, რადგან ისიც იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და საკუთარი თვალით ნახა, როგორც ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე და ასევე კარგად იცის, რა საშუალებებს იყენებდა ძალოვანი უწყება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასარბევად. ყოველ შემთხვევაში ისიც ერთ-ერთი იყო, ვინც ინტოქსიკაცია მიიღო საპროტესტო აქციების დროს. დღეს ფაქტიურად უყურებთ თეატრალურ დადგმას, ხომ? რეალურად რასთან გვაქვს საქმე? საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა BBC-მ მიიღო ინფორმაცია, შიდა ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებისგან, სადაც საუბარი არის კონკრეტული ქიმიური ნივთიერების სავარაუდოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, ხომ? და ამ დროს, როდესაც უკვე 1 წელია მთელი სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეებიც ითხოვენ იმას, რომ მათ გაასაჯაროვენ კონკრეტულად რა ტიპის გაზი გამოიყენეს, ისინი რას აკეთებენ, ხომ? ისინი იწვევენ გამოკითხვაზე ექიმებს და დაზარალებულებს, ხომ? და არ ითხოვენ პასუხს იმ პირებისგან, რომლებმაც შეიძლება ამ დანაშაულში გარკვეული როლი ითამაშოს. არ ვიცი, რა კითხვები იქნება. მე ერთადერთი რაც გამოძიებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს, შეიძლება ვისაუბრო იმაზე, რომ მეც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს ამ დარბევების შემდეგ, რაც შეეხება ჩემს ინტერვიუს, თუ ქართულმა ოცნებამ ჩემი პოზიცია მათთან დაკავშირებით BBC-ს გამოძიებიდან გაიგეს, ეს უკვე მათი პრობლემაა. მიზანი მაშინ თქვენი გამოკითხვის არ ვიცი, ალბათ დაშინება. ძალიან ბევრი ადამიანი საერთაშორისო მედიას აძლევს კომენტარს და შესაძლოა ესეც იყოს კონკრეტული გზავნილი, რომ შეგვეშინოს. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ექიმ გელა ღუნაშვილის გამოკითხვა. ის არის ერთ-ერთი ის მედიკოსი, რომელმაც მიიღო კვლევაში მონაწილეობა. მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას, ამბობს, რომ მას ზუსტად ჰქონდა გაწერილი და შესწავლილი რა ჩივილები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს, მას შემდეგ რაც ისინი დაარბიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, თუმცა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო უწყებისთვის მას არ შეუძლია კონკრეტულად აკრძალულ ქიმიური იარაღთან დაკავშირებით, რადგან კვლევის საგანი ეს არ ყოფილა. საკვლევი ობიექტი ბუნებრივია, ასე ფართო საზოგადოებისთვის იდენტიფიცირებული ვერ იქნება, იქ რა ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. ეს დასკვნები ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ არ ქონია გამოტანილი. თქვენ გააკეთეთ აქცენტი მოქმედი მთლიანობაზე, ხო, ასეც მოქმედი მთლიანობაზე არ ქონდა აქცენტი გაკეთებული. უბრალოდ ჩვენ ვარაუდით ქონდა გამოთქმული, რომ ეს იყო CS გაზი, რაც გამოიყენება ხოლმე ცრემლსადანაირში. ამის მეტი ესეთი ვარაუდი კვლევაც არ ქონია მიმართულებით, ჩვენი კვლევა იყო სუფთა კლინიკური. ყველაფერი შემიძლია მივაწოდო და დასამალი არაფერი არ გვაქვს, რასაც მკითხავენ, ყველაფერს უპასუხებთ. ოღონდ რა თქმა უნდა, ჩემი კვლევის ფარგლებში ისე ეხა როგორც ეხა ზოგიერთმა თქვენ გავაკითხა BBC-სთან ეხა რა ასოციაციებსთან მასზე რახან არ ვიცით, მე მას ვერ გავაკეთებ. რა საკვლევი ობიექტი ყო და რატო საიდან წამოვიდა ინიციატივა, რა შედეგები მივიღეთ, როგორი ანალიზი გაკეთა, ამას ყველაფერს მოვახსენებ, ოღონდ ჩვენი კვლევის ფარგლებში. საქალაქო სასამართლოს პარალელურად სუსის გამომძიებლებმა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში გამოკითხეს მიხეილ ზაქარეიშვილი. ეს არის აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ევროპული მომავლის მცველი ადამიანი, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა სტატუსი, დათაგა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ის ადამიანი არის, ვინც კვლევის შედეგად მედიკოსებმა შეამოწმეს. მიხეილ ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაზარალებულების გამოკითხვით ცდილობს შეაშინონ მოქალაქეები, რომ საერთაშორისო გამოძიებასთან არავინ არ ითანამშრომლოს და ეს იყო მისი მხრიდან ჟესტი, რომ ქართულ ხალხს, ევროპული მომავლის მცველებს, აქციის მონაწილეებს არაფრის არ ეშინიათ.
რომ დამიბარონ მხოლოდ და მხოლოდ Facebook პოსტის გამო, სავარაუდოდ მე არ ვიცი ახლა ეს სავარაუდოდ კვლევის შედეგებში ჩემი სახელმწიფო არ იქნება, ესე მგონია. რომ გუშინ დავთაგე სუსი და უთხარი რომ მოუწოდე რომ დავებარებინე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის რეპრესიების დაშინების ფორმა არის. ემუქრებიან და აშინებენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რამე ინფორმაცია აქვს მიწოდებული, თქვათ შეიძლება BBC-ისთვის აქამდე ან მომავალში აპირებს თანამშრომლობას გამოძიებას და სხვა საერთაშორისო გამოძიებებს. ოცნება ემუქრება იმ ხალხს, რომლებიც აპირებენ რომ რაიმე გამოძიებაში მიიღონ მონაწილეობა და ინფორმაცია მოეწოდონ სხვებს და ჩემი ჟესტი ეგ იყო რომ მე მივიღე მონაწილეობა უკვე და მომზადდა რომ გამომკითხოთ და არ გვეშინია. კითხეს რომ რა კვლევა იყო, ვინ დაგირეკა, რა ტიპის გამოკვლევები ჩაგიტარეს და შემდეგ რამე კომუნიკაცია მქონდა თუ არა იმ ხალხთან ვინც კვლევები ჩამიტარეს და უპასუხე აუხსენი რა ტიპის კვლევები ჩამიტარეს და უთხარი რომ იმის მერე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. რა ტიპის ნივთიერებები გამოიყენეს, მაგას მე ნამდვილად ვერ ვიტყვი. მით უმეტეს ტკიცებით ფორმაში. ერთ-ერთი ის შემიძლია გითხრათ რომ განცდა იმის რომ რაღაც სხვა ტიპის ნივთიერებები გამოიყენეს, ნამდვილად ხოდა მაგ აქციების დროს, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ხელისუფლება სადაც კი გაზი გაუშვა, ყველა გაზი ჩასუნთქული მაქვს და ვზნობდი რომ ეს რაღაცნაირად განსაკუთრებული იყო რა, წყლის ჭავლიც და გაზიც. საკალათო სასამართლოში ამ წუთებში ეკაგიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს. დღეს როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დაგეგმილი არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კიდევ ერთი უფლებადამცველის გამოკითხვა. ის უნდა მოვიდეს დაახლოებით 1 საათში საკალათო სასამართლოში, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდება გამოკითხვის პროცესი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. დღეს ამ ეტაპზე 4 ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, თუმცა არც ერთი მათგანი არ ფლობს ინფორმაციას აკრძალულ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა, სწორედ მათთან გაუჩნდათ პირველი კითხვები სუსის გამომძიებლებს.